სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას, ფსალმუნების, წმინდა მამების გამარტებით, წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა ბასილი დიდის, ასევე თეოფილაქტე ბულგარელის და მინდა გთხოვოთ აქვე მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, ესე იგი ყოველდღე ვაქვეყნებ, იცით თქვენ ვიდეოებს ძველი და ახალი აღთმიდან წმინდა მამების გამარტებით, ასევე ჩვენი ქართველი წმინდანების შესახებ და წინასწარმეტყველებზეც არის, რა თქმა უნდა, არღზე, ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ ფსალმუნები, ხო? წმინდა მამების გამარტები და არის მოკლედ ბევრი საინტერესო თემები და საკითხები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანია და ყველას გვაინტერესებს და გვაწუხებს. ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ ვიდეოები და დარჩით ჩვენთან. და მიიღეთ ყოველ დღე სულიერი საზრდო, ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. მეგობრებო, დღევანდელი ფსალმუნი არის ძალიან მოკლე და ჩვენ შეგახსენებთ, ეს არის 69 ფსალმუნი და სულ არის, ესე იგი, 5 მუხლი. ჩვენ ვიწყეთ პირველი მუხლიდან. ეს არის ფსალმუნი 69 დასასრულსა დავითის ხსენებად რამე თუ მაცხოვნა მეუფალმა. პირველი მუხლი, მეგობრებო, ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ. უფალო, შეწევნა ჩემ და ისწრაფე. ბასილი დიდი ამბობს, რომ დავითი გადაუდებლად ევედრება ღმერთს, რომ ესე იგი დახმარებისთვის, ხო? და ასევე ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს გვასწავლის, რომ განსასწელში ღმერთისკენ მიმართოთ გულწრფელად და სწრაფად. და არ უნდა მიმართოთ რაღაც სხვა საშუალებებს, უნდა ესე იგი განსასწელის, გაჭირვების და რაღაც პრობლემების დროს მიმართოთ ღმერთს და მას შევედროთ და ის რა თქმა უნდა დაგვეხმარება. მეორე მუხლი. რცხვენოდენ და კდებებოდენ, რომანი ეძიებენ სულსა ჩემსა, მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომანი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. იოანე ოქროპირი გამარტავს, მეგობრებო, რომ ესე იგი დავითი ხომ ფსალმუნი დავით მეფე ითხოვს, ესე იგი მისი მტრები, რომლებიც მის სულს ავნებენ, ესე იგი შერცხვილნი გახდნენ, ხო? და ასევე ოქროპირი გვარწმუნოს, რომ ღმერთის სამართალი იცავს მართლებს, ხო, და უსამართლო მტრებისგან. მესამე მუხლი. მიიქცენ მუნთქვესვე სირცხვილეულნი, რომანი მეტყოდეს მე ვაშა. თეოფილაქტე ბულგარელი გამარტავს, რომ მტრები, რომლებიც დავითს, ესე იგი, დასცინიან, ხო, თავად მიიღებენ სირცხვილს. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, მეგობრებო, რომ ღმერთი ანგარის თხოვს მათ, ვინც მართლებს დასცინის. მეოთხე მუხლი. გალობდნენ და იხარებდნენ შენ დამიყოვლნი, რომანი გეძიებენ შენ უფალო და თქვენ მარადის. დიდარს ღმერთი, რომელთა უყვარს მაცხოვრებაი შენი. ესე იგი, ღვთის მაძიებლები სიხარულით ადიდებენ მას და ესე იგი, ბასილი დიდი ასევე გვასწავლის, რომ ღვთის ხსნა სიხარულს ანიჭებს მის ერთგულებს, რომლებიც მის სიდიადეს, ესე იგი, სიდიადეს აცხადებენ. და ბოლო მეხუთე მუხლი შეგახსენებთ, ეს არის 69 ფსალმუნი და ბოლო მეხუთე მუხლი. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე ღმერთო,
შემეწიე მე შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ უფალო ნუ ყოფნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ რომელიც მეხუთე მუხლის გამარტება ასეთია მეგობრებო იოანე ოქროპირი გამარტავს რომ დავითი თავს გაჭირვებულად გზნობს და მაგრამ ესე იგი ღმერთს ენდობა ხო და იოანე ოქროპირი ამბობს ასე რომ ღმერთი ყოველთვის მხსნელია ხო გაჭირვებულთათვის ამიტომ არ უნდა ესე იგი დავაგვიანოთ დაგვიანდეს ჩვენი ლოცვა და ჩვენ არ უნდა დავიზაროთ წავიდეთ ლოცვა ესე იგი შაბათ კვირას წირვა ლოცვაზე დავესწროთ ყოველ კვირას და ესე იგი წავიკითხოთ დილა სახამოს ლოცვები ასევე ფსალმუნები ეპისტოლეები და სამოციქულოდან ხო და რა თქმა უნდა სახარება არის პირველ რიგში ეს ლოცვაზე ძლიერია თვითუფალი უფლის გულიდან გამომდინარეობს ესე იგი სიტყვები მცნებები მოგცა უდიდესი მაგალითი ხო თავდაბლობისა სიყვარულისა თავგანწირვისა და ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს ვაკეთოთ ყველაფერი რაც შევასრულოთ ვეცადოთ გამოსწორება როგორც იოანე ოქროპირი ამბობს მეგობრებო აი გამახსენდა ახლა რომ აი დარეზიზღება ჩვენ ღმერთს ჩვენი ცოდვები რამდენად ჩვენ რომ აი გამოსწორებასაც კი არ ვცდილობთ აი ამაშია საქმე რომ ესე იგი არ ვცდილობთ რომ გამოსწორდეთ ჩვენ და ჩვენ რო ცოდვილები ვართ, ზურები ვართ, უსუსურები ვართ, სუსტები ვართ, ცოდვისები ვართ, ეს გასაგებია ისედაც, ხო? მაგრამ ამავდროულად რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს მის აწინდარი რო აი ესე იგი მე სუსტი ვარ და მე ესე იგი ცოდვე უნდა და მიდი და რაც გინდა ეს აკეთე. ხო? როგორც დოსტოევსკის აქვს, ხო, ეს მართლა დიდებული ადამიანი იყო, რომელიც დოსტოევსკი ამბობს რომ ესე იგი თუ ღმერთი არ არისო, ხო, მაშინ ყველაფერი ნებადართული არისო. მართლა დიდებული სიტყვებია, ხო. მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ვინც მისმენდით, ყველა შეგიწიროთ უფალმა და გაიხარეთ და წაიკითხეთ აუცილებლად და მოусმინეთ არღზე სახარებას. უკეთეს იქნება რომ თვითონ წაიკითხოთ თქვენ სახარებას, მაგრამ დროის გამო ესე იგი შეგიძლიათ მოისმინოთ ყურსასმენით აუცილებლად ტრანსპორტში, სამსახურში, ესე იგი და ამიტომ ჩვენ ვიცით ბევრი ემიგრანტები არიან, ვინც უსმენენ არზე და ღმერთმა დაგლოცოთ და ესე იგი გაგაძლიეროთ, გაიხარეთ, მადლობა.